თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. თურქეთის საგარეო უწყებამ რუსეთის საპასუხოდ საკუთარ მოქალაქეებსაც ურჩია რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავება. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრძოლა დიპლომატიური არხებით გაგრძელდება და იმედს გამოთქვამს, რომ დაძაბულობა აღარ იმატებს. რუსეთი კი თურქეთის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა სითხოვს სირიაში. საჰაერო თავდაცვის სისტემებს აძლიერებს და სირიის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა პოზიციებზე ავიაიერიშებს განაგრძობს. Kivi Baramidze გიამბობთ. მოსკოვისა და ანკარას 4 დღიანი დაპირისპირებისა და ურთიერთობების უკიდურესად გამწვავების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი სიტუაციის დეესკალაციისგან პირველ ნაბიჯს დგამს. დასავლეთ თურქეთში ქალაქ ბურჰანიეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსული საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა, რომ მსგავსი ინციდენტი არ მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა მფრინავების ქმედებები კვლავ დაიცვა, რომლებმაც რუსული თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ჩვენ არ გვსურდა რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა. იმედი მაქვს რომ სამომავლოდ მსგავსი ინციდენტი აღარ მოხდება. მოსკოვმა და ანკარამ განსხვავებული შეხედულებების და რეგულირების მიმართულებით უფრო პოზიტიური მიდგომების დემონსტრირება უნდა მოახდინონ. რუსეთის ლიდერს პარიზში შეხვედრისკენ მოუწოდებ. არ შეიძლება ერთმანეთს ქვეყნები ჩაუკეტოთ. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული. ერდოღანის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებაზე თავის შეკავება ურჩია. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ განაცხადა. რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ტვირთების გადამზიდავების პრობლემები უკვე შეექმნათ. კრასნოდარში კი სავიზო წესების დარღვევისთვის რამდენიმე ათეული თურქი ბიზნესმენი დააკავეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გართულების შემდეგ სხვადასხვა სფეროში დანაკარგები 40 მილიარდ დოლარს აღწევს. თურქეთის მიერ რუსული საფრონტო ბომბდამშენების ჩამოგდების ფაქტზე რუმინულ ტელეარხ დიგი 24-თან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა ისაუბრა. თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან აღმაშფოთებელი და დანაშაულებრივი მოქმედებაა. ჯარისკაცის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა დანაშაულია, რომელიც უნდა დაისაჯოს. დანაშაულის ჩამდენები სისხლის სამართლის წესით უნდა გასამართლდეს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთს სამხედრო პასუხის უფლება აქვს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ სირიაში რუსული ავიაცია დავალებებს ამიერიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საფარქვეში შეასრულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს 400 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები სირიაში 26 ნოემბერს გადაისროლა. სირიის სანაპიროებთან კი რუსული კრეისერი მოსკოვი პატრულირებს. რეგიონში რუსეთსა და თურქეთს შორის ფრენების შესახებ კოორდინაცია შეჩერებულია. რუსეთ-თურქეთ შორის ურთიერთობების დაძაბვაზე კომენტარს ანალიტიკოსები აკეთებენ. ურთიერთობების გართულებით ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება. რუსეთისთვის ეს გამოწვევა იქნება და დაარტყამს მის ეკონომიკას. თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაყინვა რუსეთზე უარყოფითად იმოქმედებს და დიდ დანაკარგებს მოუტანს თურქეთსაც. მოკლევადი ამ პერსპექტივაში შეზღუდვები თურქეთზე რა თქმა უნდა ცუდად აისახება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დიალოგის შემდეგ სანქციები ჩუმად გაქრება. არ ველი რომ რუსეთი ახალ სანქციებს ენერგეტიკის სფეროშიც დააწესებს. სირიაში კი რუსეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. რუსულმა ავიაციამ ჩრდილოეთ ლატაკიაში 12 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. რუსული ავიაციის წინააღმდეგ აჰრარ ალ-შამის დაჯგუფება იბრძვის, რომელმაც ლატაკიაში რუსულ ავიაბაზა ხმეიმიმზე საარტილერიო იერიში მიიტანა. 4 წლის წინ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ესკალაციის საფრთხე გაიზარდა. კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო საზოგადოება ვენაში მოლაპარაკებებით ცდილობს.